ია, გამარჯობა. გამარჯობა. ძალიან მიხარია, რომ ხარ ბედნიერი ვარ უფრო სწორედ, რომ ხარ დღეს ჩემი სტუმარი. იმიტომ რომ კლასტერში და შენთან ავიდგი პირველი პიროვნული განვითარების ნაბიჯები. და შენ იყავი პირველი, ვინც მარწმუნებდი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა ისეთი, რომ რაღაც ჩემი ცოდნა გამეზიარებინა. მახსოვს ძალიან კარგად. მახსოვს ნამდვილად და ისე მიხარია, რომ დღეს აქ ვარ და შენ ხარ მანდ, იმიტომ რომ ნამდვილად ბევრი რამე გასაზიარებელი და ძალიან კარგი, რომ ეს ნაბიჯი გადადგე. მიხარია ძალიან. ჩემი პირველი კითხვა ზოგადად ჩემ სტუმრებთან არის ხოლმე, რა ისტორია დგას მათ უკან, თქვა სანამ რაღაც კონკრეტული, უფრო აი ნუტრიციოლოგებთან, ვისაც მანამდე ჰქონდათ სხვა პროფესია და შემდეგ გახდნენ ნუტრიციოლოგები, რატომ აირჩიეს ეს პროფესია? ხო, ჩემზეა ზუსტად ნათქვამი, გემბანიდან მეჯლისზე დაღლებით, ანუ ძალიან ესეთი ბობოქარი ცვლილებები მქონდა ცხოვრებაში, ძალიან მიხარია სხვათა შორის, ძალიან ბევრი რამე მომიტანა, მაგ ცვლილება, მიიღო სარისკო ეს ყველაფერი, მაგრამ და იყო ეჭვით სავსე ყოველთვის ეს ცვლილებები საზოგადოების მხრიდან, მაგრამ მესმის რომ ესაც ნაწილი იყო ჩემი ცხოვრებისეული გზის და ვფიქრობ რომ ძალიან სწორი სვლა იყო ეს ყველაფერი. ნუ დავიწყოთ იქიდან რომ მე ვარ ქართული ენის და ლიტერატურის სპეციალისტი, ვარ ლიტერატურად მცოდნე და თარჯიმანი პროფესიონალურ დონეზე მაქვს ნასწავლი ეს ყველაფერი 5 წიგნი მაქვს გადათარგმნილი, მათ შორის 2 წიგნი იყო წარდგენილი საბა საუკეთესო თარგმანზე, რითი ძალიან ვამაყობ, იმიტომ რომ არ არის ეს მარტივი საქმე. ვთარგმნი ფრანგულიდან და ინგლისურიდან ქართულად და რაღაცა ეტაპის მერე მიუხედავად იმისა, რომ სულ ვამბობ, რომ რის გარეშე ვერ ვიცხოვრებ და ლიტერატურის, აი, ყველაფერი შემიძლია დავთმო, მაგრამ ლიტერატურას ვერზუს ვერ დავთმობ და ჩემი სიყვარული არის ლიტერატურა, მიუხედავად ამისა, რაღაცა ეტაპზე მაინც გადავწყვიტე, რომ შემეცვალა პროფესია. ეს იყო 90-იანები, როდესაც საკმაოდ რთული იყო, მარტივად რო ვთქვა, თავის გატანა. და ამ პერიოდში ჩემ დაუნებურად აღმოჩნდი ჟურნალისტიკაში. საერთაშორისო ჟურნალისტიკა ძალიან პრესტიჟული იყო და არის ყოველთვის და ეს მართლა გამართლება იყო, უბრალოდ მარტივად რო ვთქვა, რუსული ენის ცოდნამ განსაზღვრა ის, რომ მოვხვდი რუსულ არხზე. ნუ მაშინ ეს ყველაზე ვთქვათ ესეთი რეალური პერსპექტივა იყო საერთაშორისო არხებზე მუშაობის. სადაც დავყავი არც მეტ და არც ნაკლები 25 წელი. ხო, საკმაოდ დიდი სტაჟი მაქვს. ცხოვრობდი რაღაც პერიოდი მოსკოვში, იქაც მუშაობდი ტელევიზიაში, ძალიან დიდი სკოლა გავიარე, ურთულესი. იმიტომ რომ ეს ყველაფერი ხდებოდა იმ ურთიერთობის ფონზე, რა ურთიერთობაც იყო საქართველოსა და რუსეთს შორის, ნუ გასაგები რომ ასეთი რთული, რაც ომის შემდგომ იყო, არ იყო, მაგრამ არც არასდროს არ იყო იავარდით მოფენილი ეს გზა, ასე ვთქვათ. და ჩემი პოზიცია ყოველთვის იყო ის, რომ მე მყარად ვიდექი საქართველოს ეროვნული ინტერესების გვერდით და ვდგავარ დღემდე და მით უმეტეს რთული იყო ამ პოზიციაზე მუშაობა. თუმცა ყოველთვის მესმოდა სხვა ადამიანი ამ ადგილას რას გააკეთებდა. და მე ვიცოდი, რომ მე ამას არ ვაკეთებდი და ეს იყო ის პოზიცია, რომელიც მე მომყარებდა. თუმცა დადგა რაღაც მომენტი, როდესაც ნუ უკვე ვთქვათ ესე, რომ უკვე აქედან უნდა წამოსულიყავი. ჯერ ეს ერთიც იმიტომ, რომ ყოველთვის მქონდა იმის განცდა, რომ ეგ არ იყო ჩემი. მაგრამ ამ პერიოდში ჩემს ცხოვრებაში მოხდა ესეთი რამ, რომ ჩემი ერთ-ერთი შვილი მაშო პატარა იყო და საკმაოდ რთული ხასიათების ბავშვი იყო. და როცა მივიდიოდი ფსიქოლოგთან, მეუბნებოდა, რომ ეს არის რაც არის. აი, უნდა ესე, ხო. და ამას შენ რაღაც ვერ ეგუებოდი და გზნობდი, რომ ეს ესე არ არის. ხო, იცი რა, მესმის რომ ეს არის რაც არის, მაგრამ მე მჭირდებოდა მეტი ახსნა, რომ რატომ აქვს ბავშვს ესეთი შფოთვები, საიდან მოდის ეს და არასტანდარტულად. რა თქმა უნდა, ზუსტად. ამიტომ დავიწყე წიგნების კითხვა, რომ მეპოვა პასუხი ჩემსავე შეკითხვებზე, რა თქმა უნდა, ვიპოვე ჩემსავე შეკითხვებზე პასუხი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს იყო ისეთი დარგი, რომელშიც რო ჩაყო ფეხს, მოკლედ იქიდან ვეღარ ამოყოფ. და რა თქმა უნდა, ეს დარგი იყო ფსიქოლოგია, ეს იყო თქვათ ესე ადამიანი როგორ არის მოწყობილი და რა არის არაცნობიერი ქმედებები და რატომ არის რომ ადამიანი თავისდან უნებურად აკეთებს რაღაცას და ვერ ხვდება რატო აკეთებს ამას. ნუ აღმოჩნდა რომ ამას აქვს კონკრეტული ახსნები, არსებობს სქემები და ნუ მოკლედ ძალიან დიდი თემა და დიდი საკითხია ამ ყველაფრის უკან. მე არა ვარ ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია დროის კარგვა რაღაცაში.
ამიტომ ის რომ მე ხა წავსულიყო და ფსიქოლოგიურზე ჩამებარებინა და ახლა აქ კიდე 4 წელი მესწავლო თუ რაღაცა, მოკლედ ეს ჩემი გზა არ არის. მე ყოველთვის სხვა გზებით დავდივარ ცხოვრებაში და ამიტომ პიროვნული განვითარების ტრენერობა ავირჩიე, შესაბამისად სერტიფიცირება გავიარე ყველაფერი და მივყევი უფრო ამ დარგს, სადაც ეს მეორადი ცოდნები ძალიან მადგება, თუმცა მე ხა ჩავიხედე ამ მიმართულებითაც ხა სისტემური განლაგების სპეციალისტი გავხდი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არა მარტო ეს მოკლედ მთელი ცხოვრება რაღაცას სწავლობ, თქვათ ესე. ვიცი. ხო. მაინც დავიწყე საჯარო გამოსვლების ხელოვნების ტრენინგით, რომელიც ძალიან ახლოს იყო ჩემ პროფესიასთან. ძალიან დამეხმარა. ხო. ერთ-ერთი ტრენინგი იყო და ძალიან დამეხმარა. კი, და ეხლა ძირითადად ძალიან მოთხოვნადი არის ორგანიზაციებში, ძალიან დატვირთულები ვართ ეხლა მაგ მიმართულებით, საკუთარი თავის გვერდიდან დანახვის საშუალებას გაძლევს. ამას მოყვა არქეტიპები, რომელიც არის ჩემი დიდი სიყვარული და რჩება ასეთად, ნამდვილად. ხო, მე მგონი ხა არქეტიპები ისეთი რამ არის, რომ ამაში ერთხელ რო გაერკვევი, აი მართლა შენი ცხოვრების აზროვნების პარადიგმა ხდება, მთელი ცხოვრება. ძალიან გიადვილებს რაღაცებს. ამიტომ ბუნებრივია ეს ძალიან ის იყო რაღაც ხელშესახები ტექნიკები. მერე ამას მოყვა ბავშვობის დამღები, რომელიც არის ჩვენი შემზღუდავი რწმენები, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებას და ხშირ შემთხვევაში გზღუდავს რაღაცა გადაწყვეტილებებში, ვთქვათ. იმიტომ რომ ეგეც გაუცნობიერებელია. რა თქმა უნდა. ამას მოყვა მე სისტემური განლაგება და მოკლედ ბევრი სხვა რამ კიდე გმირის გზა, პეპლის ეფექტი და ნუ მოკლედ დიდი ტემპებით ვითარდებოდით, წელიწადში 2 ახალ ტრენინგს ვქნიდით და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ყოველთვის იყო საავტორო პროდუქტი კლასტერის და ძალიან ვამაყობ ამითი რომ ის რაც არის ჩვენი არის აი მართლა ჩვენგან შობილი, ვთქვათ ესე რა და ეს არასდროს არ არის ხოლმე ესეთი გადმოკატავებულს ვეძახი ხოლმე. კი. ხო, მიხარია რომ დაფასდა ნამდვილად ჩვენი შრომა და ძალიან ბევრი ადამიანს ეხმარებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნამდვილად ესე არის. ასე მოვხდი აქ. ძალიან საინტერესო. მე ვიცოდი ეს ისტორია, მაგრამ მინდოდა რომ მაყურებელს მოესმინა. ეხლა ჩემი პრინციპში პოდკასტი ჩვენი ეძღვნება ადამიანს, ვისაც თქვათ უნდა ტრანსფორმაცია და ცვლილება, მაგრამ არ იცის საიდან დაიწყოს, ან ეს არის რაღაც მტკივნეული და გაუგებარი გზა. რატომ უჭირს ადამიანს ესე ძალიან ცვლილება? ცვლილება და მოდი ვთქვათ ესე რამდენიმე ეტაპი ამან პირველი ეს არის გადაწყვეტილების მიღება ცვლილების შესახებ. ანუ პირველი საბოტაჟი შეიძლება მოხდეს მანდ. ანუ ადამიანმა საერთოდ ვერ მოახდინოს მობილიზაცია ენერგიის იმისთვის, რომ თუნდაც სურვილის დონეზე აი მყარად გადაწყვიტოს, რომ შეიცვლება. ფსიქოლოგიაში არსებობს მთელი მიმდინარეობა, ქვია redecision therapy, ანუ ხელახლა გადაწყვეტილების მიღების თერაპია, მათ შორის ტრანზაქციული ანალიზი ერთ-ერთი ეს არის, რომ ბავშვობის დროინდელ შემზღუდავ რწმენებს გავემიჯნები და მე გადაწყვეტილი მაქვს, რომ ამიერიდან სხვანაირად წარუმართავ ჩემ ცხოვრებას, მარტივად რო ვთქვა. მარტივი სათქმელი რთული გასაკეთებელია, იმიტომ რომ პირველი ნაბიჯი ზოგადად ითხოვს ყველაზე დიდ ენერგიას. აი მატარებლის პრინციპით არის ეს ყველაფერი. ანუ გამწევი ძალა არის ლოკომოტივი, იმისთვის რომ ამხელა სხეული, ხო? ამხელა მასა დაძრას რეალურად ერთმა ვაგონმა, ამ ვაგონზე იმ მომენტში ძალიან დიდი ძალისხმევა მოდის. ზუსტად იგივე ხდება ჩვენ შიგნით ყველაფერი, უნდა მობილიზდეს ენერგია, რომელიც შეასრულებს ამ ლოკომოტივის ფუნქციას და ეს არ არის მარტივი საკითხი. აქ მუშაობს ესეთი ცნება, როგორიც არის ენერგიის დაზოგვის კანონი, რომელიც ფსიქოლოგიაში ერთ-ერთი ფუნდამენტური კანონია, ვთქვათ ესე. რომელიც ისევე როგორც ყველაფერი სხვა მომდინარეობს ადამიანის ევოლუციური ინსტინქტიდან, რომ დაზოგოს ენერგია უსაფრთხოებისთვის. მაგალითისათვის, ჩვენ მიდრეკილები ვართ, რომ არ მაგალითად გავიქცეთ იქ, სადაც შეგვიძლია რომ გავიაროთ. თქვათ რაღაცა არ დავხარჯოთ ენერგია, პირიქით ეკონომია გავაკეთოთ, მაგალითად, აი როგორც ცხოველები, ხო, ზამთარში იმისთვის რომ დახარჯონ ეს ენერგია და ვთქვათ კალორიები, ამ კალორიებს აგროვებენ ზაფხულში. ან დაგროვებისკენ მიდრეკილი არსებები ვართ ზოგადად, რაც თავისთავად გამორიცხავს დახარჯვას. ანუ ეკონომიაზე არის მაინც ჩვენი ტვინის სწორებას აკეთებს ეკონომიაზე. იმიტომ რომ როდესაც ბრჭყალებში ვთქვათ ვებხვი გამოგვეკიდება, ეს ენერგია დავხარჯოთ იმისთვის რომ გავიქცეთ. ამიტომ ეს ენერგია უნდა გქონდეს. ცვლილება ითხოვს დიდ ენერგიას. ამიტომ ტვინის ერთი ნაწილი გვეუბნება რომ არ აიტკიო თავი.
არ დახარჯო ეს ენერგია. ანუ პრობლემა იმისა, რომ შიგნით არის კონფლიქტი და ერთი ბაზისური კანონი ეწინააღმდეგება მეორე ბაზისურ კანონს, ეს ნორმალური რამ არის ზოგადად სამყაროშიც და რა თქმა უნდა ჩვენს ჩვენს ეს არის მოწყობილი. ზუსტად. ჩვენ სისტემა და გარეთაც სისტემა ჩვენ ავირეკლავთ ამ ყველაფერს. ანუ ყველაფერი ეს ფაქტობრივად ერთ და იგივე კანონებზეა სამყაროს განვითარების კანონებს. ამიტომ პირველი საბოტაჟი ხდება აქ, შენში ერთი ნაწილი და არქეტიპულად რო ვთქვათ ხოლმე, ხშირად ეს არის პირველი კვადრატი, ეს არის პრინცი პრინცესა ჰერმესი, აფროდიტეც ხშირად. გეუბნება რომ არ გინდა. არ შევიწოხოთ ამით თავი. კომფორტში ვარ ხა და ხო. მოდი, კომფორტის ზონიდან არ გამოვიდეთ. ბუნებრივია, ცვლილება არის სიახლე არის პრობლემა, იმიტომ რომ ნებისმიერი სიახლე ტვინისთვის არის აღქმული როგორც მტრის არქეტიპი. საშიშროება. როგორც საშიშროება. ერთხელ ერთ-ერთ რაღაც გადაცემაში ვთქვი, ადრე ძალიან დიდი ამბავი მოყვა ამას მაშინ და გავემეორებ, იმიტომ რომ ეს ჩემი მოგონილი არ არის, ამიტომ თამამად ვიმეორებ, რომ ის რასაც დღევანდელობაში ქვია ჰომოფობია, რაც ეს ამ სახელწოდებით არის ცნობილი, ადამიანის ტვინისთვის, როგორც ბიოლოგიური სახეობის და არა ჩემი და შენი, რა თქმა უნდა, ბიოლოგიური სახეობის ტვინისთვის არის ნორმა. იმიტომ რომ ყველაფერი განსხვავებული, ჩემთვის პრობლემაა და მე ინსტინქტური რეაქცია მაქვს, რომ ის მოვიშორო. სხვადასხვა სახით. აქ მუშაობს ინტელექტი. უნდა მესმოდეს, რომ ხა ჩემი კანის ფერი და ვიღაცის კანის ფერი და რიგ შემთხვევაში ვიღაცის ფერის თმა ჩემგან რომ განსხვავდება, ეს არ არის მტრობა, მაგრამ ევოლუციურად ეს ესეა ჩადებული. იმიტომ რომ მაგალითად უძველეს დროში ხო იყო ერთი გამოქვაბული, რომელშიც არ ვიცი რაღაც ამ შეფერილობის ბუმბულები ეკეთათ და მის მტრულ გამოქვაბულში სხვა შეფერილობის ბუმბულები ეკეთათ და ისინი მტრობდნენ ერთმანეთს. იყო დრო, როდესაც ჟღალითმების გამოწვავდნენ ხალხს. აი ეს გამოვლინებაა ზუსტად. ამიტომ სიახლე არის პრობლემა ტვინისთვის. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში სიახლეს ტვინი ეწინააღმდეგება. და არქეტიპულად კიდევ კომფორტის ზონაში დარჩენა ასევე ძალიან დიდი საკითხი არის. მეორე საკითხი არის თანამიმდევრულობა და აქ არის მეორე საბოტაჟი, რომელიც ხშირად ჩდება ხოლმე. შეიძლება მიიღოს ადამიანმა ეს გადაწყვეტილება და ისევ არიან არქეტიპები, რომლებიც თქვათ დაძრავენ პროცესს, მაგრამ უჭირთ თანამიმდევრულობა. მაგალითად, რო ავიღოთ არქეტიპი გრძნეულის, მას არ უჭირს კომფორტის ზონიდან გამოსვლა. პირიქით, ეს ის არქეტიპია, რომელიც არ ჩერდება დიდხანს კომფორტის ზონაში, იმიტომ რომ ძალიან აქტიურია, ძალიან სწრაფია. ზუსტად, გამოწვევები უყვარს, იცის, ჩვენ ვამბობთ, რომ ორმოდან ამომგდები არქეტიპი, ანუ თუ ადამიანი ჩავარდება ორმოში, იქიდან ამოაგდოს უნდა, ანუ ეს პირველი მაგრამ გაეცლება დიდხანს არ დარჩება იმ ადამიანთან, თანამიმდევრულობაც აკრია. ასევე შეიძლება თანამიმდევრულობა დააკლდეს იმის გამო, რომ ეს ცვლილება ითხოვს დროს. გრძნელს უჭირს შენელება, ის არის სწრაფი, მისი ტვინი ითხოვს სწრაფ ცვლილებას და ეს ცვლილება თუ ბუნებრივად დროშია გაწელილი, ის ამას ანებებს თავს. აქ იდეალური არის, რა თქმა უნდა, ამორძალის არქეტიპი, მათ შორის ქურუმიც, რომელიც არიან ნელი არქეტიპები და უფრო თანამიმდევრული. ანუ ამორძალი, ანუ ხალი მეომარი. კი, რომელსაც აქ მიზანი და რომელსაც აქ გათვლილი რამდენი ნაბიჯის დასჭირდება, იმდენ ნაბიჯს გაივლის. ეს არის უკვე მესამე კვადრატი. ეს არის ქურუმი მეორე და ამორძალი მესამე კვადრატი. და შესაბამისად მეორე პრობლემა შეიძლება იყოს ამ გზაზე თანამიმდევრულობა და აი ზუსტად ერთ-ერთ სისტემური განლაგება ქონდა ერთი თვის წინ და ერთი ახალგაზრდა ქალი მუშაობდა ჭარბიწონის პრობლემაზე და ნუ დასაკლები ქონდა რა თქმა უნდა საკმაოდ და თვითონ სისტემურმა განლაგებამ ანახა რა შემზღუდავი რწმენა ქონდა მას რომელიც უშლიდა შეგიძლია გაგვიზიაროთ. კი რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში ეს იყო ერთ-ერთი ტვინის საფრთხე იყო ის რომ მას ქონდა ესეთი წარმოდგენა რომ სწრაფად უნდა დაიკლოს, აი დიდი შედეგები უნდა ქონდეს, უცებ უნდა დაეტყოს და მის წარმოდგენაში ეს პროცესი იყო შევიწროებული, ასე ვთქვათ. და რა მომენტშიც მიხვდა რომ და იქ გამოჩნდა სისტემურ განლაგებაში რომ პატარ-პატარა ნაბიჯებით რამდენიც დაგჭირდება, რომ ეს არის უბრალოდ ცხოვრების სტილის ცვლა და ერთულებოდა, ხო? აი ზუსტად ძალიან მნიშვნელოვანი არის თაკო პატარა ნაბიჯები. რა თქმა უნდა. უნდა გვესმოდეს აუცილებელი. ცვლილება ეს რუტინა და ყოველდღიურად საკუთარ თავზე მუშაობა. და მგონია რაღაც ერთი დღით დაგეგმვაც მუშაობს. აი ზუსტად, არ აიღო დიდი ამოცანა. დღეს რას გავაკეთებ? კვირის ბოლოს რას გავაკეთებ? დამთავრდა. როდესაც შენ უყურებ აქედან
10 წლის თავზე რა რეზულტატი უნდა გქონდეს, ან 1 წლის თავზე რა რეზულტატი უნდა გქონდეს, დღეს იმდენად შორს ხარ აქედან. შფოთვას და თან იწევს. ფარგმალს ყრი გონია რომ მიუღწევადი. ამიტომ არაფერი რაც იქ დაინახა ამ ადამიანმა ის იყო ის რომ ამ შემთხვევაში არ არის საჭირო ამხელა ხატი რო გვეჭიროს ტვინში. მოდი პატარა ამოცანა დავსახოთ მიზნად, მოდი დავსახოთ მიზნად, არ ვიცი მე 2 კილოს დაკლება. კი, 1 თვე, 2 კვირა და რო შეასრულებ, მე უკვე კმაყოფილება მოდის და ერთი პროდუქტის ამოვება, ბატონო, მაგალითად კი. ვარც კოკა-კოლა, კი, სიტყვაზე კი, რაღაც კი, ეს. კი. და ასე შემდეგ. და მაშინ ყველაფერი შედეგად 8 კილო დაიკლო, ეხა ამ მონაცემებისთვის, რაც ეხა ბოლოს რომ ნახე იყო, არ იყო 8 კილო ცოტა და საკმაოდ ისეთი არის, გასაგები რომ კიდე უნდა დაიკლოს, მაგრამ თუ მაგალითად კვებით აშლილობაზე ვისაუბრებთ, კიდე ერთი ძალიან საინტერესო ფსიქოსომატიკა, რომელიც ხშირად ამოდის ხოლმე და ესაც ერთ-ერთ სისტემურ განლაგებაზე სხვათა შორის გამოვიდა. ეს არის ესეთი უცნაური სინდრომი, რასაც მე ვეძახი ერთგულების ფიცს. და რა არის ეს? ჩვენ ყავდა ერთი ასევე ქალბატონი, რომელიც მოვიდა, მასაც ჰქონდა ჭარბიწონის პრობლემა და თქვა, რომ ნუ აი უშედეგოდ ებრძვის უკვე მრავალი წელია და უცნაურ ერთი და იგივე მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს. მაგალითად, როდესაც იწყებს კლებას და აქვს კარგი შედეგი, შეიძლება და იყოს 10 კილო, 12, 15 კილო, მერე აი თითქოს რაღაცა ხდება მის ტვინში, იწყება აი ესეთი შფოთვა განგაში და იწყებს ჭამას. ანუ ცვლილებაზე აქვს სავარაუდოდ ცვლილებაზე აქვს ესეთი რეაქცია და აბრუნებს ეს უკან უსაფრთხოების ზონაში. ცვლილების შიში. ნუ, ახლა ძალიან საინტერესო რატო აქ ადამიანს ცვლილების შიში, ხო? ეხლა ჩემთვის გასაგები იყო რაც იყო, მაგრამ მე ახლა ჩავთვალე რომ არ იყო საჭირო რომ მე მეთქვა რომ თვითონ უნდა მისულიყო ამ გადაწყვეტილებამდე და უბრალოდ ამ დასკვნამდე. შემდეგ ამ განლაგების მე ტრენინგებზე დაჯდა ეს ქალბატონი და ერთ-ერთ ტრენინგზე თვითონ მოვიდა და ნუ ახლა ისეთ ცალკე მითხრა რა თქმა უნდა რომ მე ვიცი რა არის ჩემი პრობლემა. მე მეშინია რომ როცა გავხდები სექსუალური და ვუღალატებ პარტნიორს. რა სიგიჟე. ახლა როგორ არის? ჩადებული, მაგრამ მაგარია რომ გააცნობიერა და რა თქმა უნდა, რომ გაცნობიერება საკმარისია იმისთვის რომ მიხვდე რომ ეს არის მიხვდეს რომ შეიძლება რა ანუ აბსურდული შიშია შეიძლება. და ეს იყო ერთგულების ფიცი მიცემული. ხა მაგასაც საფუძველი ქონდა დედა-მამასთან, მე ეგაც განვიხილეთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ის თავს უფრო დაცულად გრძნობდა ამ შემთხვევაში. და თუ ეს არ იყო, ეს გეწყებოდა ეს შფოთი. უკვე რა გარკვეული ერთგულების შფოთი. ეს იყო სინამდვილეში არაფერ შეშერ იყო პარტნიორი, ეს იყო ერთგულება დედასთან, ერთგულება მამასთან. ერთგულება დედასთან და ერთგულება მამასთან იმხელა სტატია არის ფსიქოლოგიაში, რომ ადამიანები იმართებენ იგივე დაავადებას, რაც ჰქონდა მათ მშობელს და ამერთი ერთგულებენ მას. ადამიანები ვარდებიან ისეთივე წარუმატებლობაში, როგორც წარუმატებლებელიც იყვნენ მათი მშობლები, რომ ანუ იმეორებენ ერთი და იგივე იმავე პატერნს, ხო, რაც ჰქონდათ მშობლებს. სხვანაირი არ უნდათ რომ იყვნენ, ახალ წრეზე ვერ მიდიან. იმიტომ რომ ესეც ალბათ სიახლის და შიშის ცვლილება არის, ცვლილების შიში არის. სიახლის და შიშის ცვლილება ახალი ასპექტი არის, მანდ ერთგულება დედის, ერთგულება მამის ვამბობთ და ამით მე და შენ გავართ ერთმანეთს. ესე იგი, თუ ბავშვს თავის ბავშვობაში არ აქვს მიკუთვნებულობის განცდა სისტემასთან და განსაკუთრებულად მშობლებთან, ახლა დედა დიდი სტატია. იმპრინტი მე მგონი ესე ხო, იმპრინტი არის ზუსტად ეგ, როდესაც რაღაცა სცენარულად მიდის. თამაშდება. ზუსტად იმპრინტი. თუ მიკუთვნებულობის განცდა არ აქვს, აი ძალიან ხშირად ეგ ხდება ხოლმე, როდესაც მაგალითად გოგონა არ გავს დედას ფიზიკურად. აი ეს კიდე დამატებითი ფაქტორია ხოლმე. და თუ მაგალითად კიდე დედა ლამაზია და შულს გონია რომ ისეთი ლამაზი არ არის, ეს განსაკუთრებულად ტრამვულია ხოლმე ბავშვისთვის. და იმისთვის რომ დედის ნაირი გახდეს, იწყებს მისი პრობლემების აღებას საკუთარ და ამითი ემსგავსება მას. და ეს არის მათი დაკავშირების გზა, ასე ვთქვათ რა. ხშირი სცენარია ეგ საკმაოდ. და ადამიანები ვერც აცნობიერებენ რეალურად ეს მერე ამოდის ამ მუშაობის დროს. რა თქმა უნდა და იქამდეც კი ერთხელ მაგრამ შეიძლება ეს გართულდეს რომ მაგალითად იგივე დაავადებაც კი დაემართოს და ეს ფსიქოსომატიკა იყოს რეალურად, ანუ პირდაპირ სარკისებრად აირეკლოს დედის ცხოვრება, ან მაგალითად ის რომ არ მისცეს საკუთარ თავს იყოს ბედნიერი წარმატებული. და დედა არ იყო ბედნიერი. დედა არ იყო წარმატებული ბედნიერი. მაგალითად როგორც ბედნიერი ქალი არ იყოს. შესაბამისად პოულობს ისეთივე მეუღლეს
როგორი რა მამაც თქმა ყავდა უნდა, მას, აქ შეიძლება იმუშაოს მამის გადარჩენის სცენარმა ან დედის ერთგულების სცენარმა. ხანდახან ორივეც მუშაობს. უკვე რთული კი. და ნუ ეს კონგლომერატი. კარპმანის სამკუთხედი მსხვერპლი მოძალადე გადამრჩენელის კი ბატონო, ათამაშებს იგივეს ათამაშებს თავის. იგივეს, ხო. ხო. თუ აქედან ნუ კარპანის სამკუთხედი ისეთი რამე, რომ თუ აქედან არ გამოხვედი, მუდმივად ერთ-ეგივე წრეზე ტრიალებს სხვადასხვა რა თქმა როლში უნდა. და სამივე მანკიერი როლი არის კი. რეალურად, რომ. ხო, აი სამივე ფსიქიკას მანკიერია. ესეთი რაღაცეები აქვს, უცნაურობები. კი. და აი თქვათ რომელი არქეტიპი გვეხმარება ყველაზე მეტად ცვლილებისთვის, აი რომელი არის საჭირო რომ გავააქტიუროთ და მე გითხარი როგორ უნდა გავააქტიუროთ თუ არის შესაძლებელი. კი. ეხლა ცვლილებაც არსებობს და ცვლილებაც ბევრ არქეტიპს შეუძლია რომ ცვლილება მისცეს ადამიანს, მაგრამ გზები სხვადასხვანაირი. არსებობს ესეთი არქეტიპი, რომელსაც ქვია არესი, ჩვენს ტაბულაში მას კვლელი ქვია მესამე კვადრატის ჩრდილოვან ნაწილშია, რომელიც ითვლება ასევე ორსქესოვან არქეტიპად, ის ქალებს აწყავდა მამაკაცებს და არაერთხელ ყოფილა ჩვენ ტრენინგებზე, როდესაც ქალიც მაგალითად და მამაკაციც ააქტიურებს მას ერთი კონკრეტული მიზნისთვის. და ეს მიზანი არის წერტილის დასმა რაღაცა ძველ პატერნში. რომ დაასრულო. ზუსტად. შეიძლება ის იყოს რაღაცა ტოქსიკური ურთიერთობა, შეიძლება ეს იყოს უბრალოდ არაპროდუქტიული ურთიერთობა, შეიძლება ეს იყოს სამსახურში წერტილის დასმა, ვერ მიიღო გადაწყვეტილება რომ წამოვიდეს ამ სამსახურიდან, ხო? და ასე შემდეგ, ბევრი რამე შეიძლება იყოს. არის ის არქეტიპი, რომელიც უკან მოუხედავად აკეთებს ამას გარკვეულწილად, ანუ ზედმეტი ჭოჭმანის გარეშე მას აქვს გარკვეული ცივსისხლიანობის ელემენტები, სხვა შორის აქილევსი იყო, არის ის არქეტიპი, აი ტიპური მახასიათებლები ქონდა მას. მე მქონია მაგალითად ერთ-ერთი სამსახურიდან წამოსვლის დროს ეს მეთოდი გამოვიყენე, იმიტომ რომ ძალიან დიდი, ვთქვათ ესე, იყო რაღაცა ინტერესები, ხო, კომფორტის ზონა, ხა მარტივად რომ ვთქვათ და რთული იყო წამოსვლა თან თან ალბათ გეშინი არიცი, ზუსტად რა იქნება, ხო? ეს შიშთან არის კავშირში. და ზუსტად არის ის არქეტიპის გააქტიურებით რაციონალურად მიიღე გადაწყვეტილება, დავსვით წერტილი, გამოვიკეტე კარები და წამოვიდა მიუხედავად იმისა, რომ წლები იყო მე შეთავაზებები თავიდან, ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო. რაღაც რაციო გჭირდება აი ამაში, ეს არის ხო, როგორ იცი, ჯერ ის რაციონალური არქეტიპი ერთია, მაგრამ მეორე არის, რომ არ იცის ჭოჭმანი. აი რა აქვს, იცით? ვთქვათ ესეთი რამ. აი 25 წლის ურთიერთობა, როგორ უნდა დავასრულოთ, ჩვენ ხო საერთოდ სამი შვილი ყავს, ამას არ ესმის ეს. თუ 25 წლის წინ მას ეს ურთიერთობა აწყობდა, ოკეი, მაგრამ თუ დღეს არ აწყობს, ანუ რა არგუმენტია 25 წელი არ ესმის. ანუ ცოტა სენტიმენტებიდან შორს არის ეს არქეტიპი ზოგადად. აი მიიღო გადაწყვეტილება და იცის ჩაჭრა, მერე და თქვათ რაღაც ახალ ფაზაში. მაგრამ ერთ კითხვას დავსვამ, ხა შეიძლება მაყურებელმა იფიქროს, რომ თავიდან ბოლომდე ეს ადამიანი ესეთი ცივსისხლიანია, ხო არ არის ეს? ეს არის რაღაც ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან კავშირში. კი ბატონო, ზოგადად მაგალითად შეიძლება გადაწყვეტილებებთან იყოს ესეთი ან კონკრეტულ გადაწყვეტილებას. ეხლა აქ ძალიან მნიშვნელოვანია რომ გვესმოდეს, რომ ერთი მოცემულობაა, როცა ადამიანს ფუნდამენტური წამყვანი მოცემულობა გენეტიკურად განპირობებული, რასაც ჩვენ ვეძახდით წამყვან არქეტიპს, აქვს არესი, ეს ცალსახად მამაკაცის არქეტიპია. ქალს ვერ ექნება წამყვანი არესი, ათენა ეყოლება, გვანან ერთმანეთს. მაშინ ეს ადამიანი იქნება გარკვეულწილად მას თქვათ მის მახასიათებლებში ესეთი აი ცოტა სიხისტე, ცოტა სისხლიანობის ელემენტები შეიძლება იყოს. ნუ რა თქმა უნდა გააჩნია მეორე მესამეზე რა უსის ახლა. ჩვენ ყავდა ერთი ხშირად სამხედროები შეიძლება იყოს, ხო? ძალიან ხშირად სამხედრო, სნაიპერი, კლასიკურად ეს არის სნაიპერის არქეტიპი. მაგრამ მეორე საკითხი როცა აქტიურებ რაღაცა კონკრეტული ამოცანისთვის ამას, ასრულებინებ ამ ამოცანას, ანუ შენში არის ის შენ პრეისკურანტში არის ესეთი საშუალებაც, ვთქვათ ესეთი ხერხიც რაღაცა საკითხების მოგვარების, მაგრამ ეს არ არის შენი ყოველდღიური ცხოვრება. რა თქმა უნდა, უბრალოდ მართლა საჭიროა შენი ცხოვრებაში, რომ ეს ერთი საკითხი. აი როცა მოჭრით მოხდება ყველაფერი. მეორე არქეტიპი ათენა. რომელიც ყოველთვის იხმარს ამორწელს, ამიტომ აქ ცალ-ცალკე არც ვიტყოდი. რატო? იმიტომ რომ ათენა ეს არის სტრატეგიული არქეტიპი, ის გათვლის ამ სტრატეგიას, რატო სჭირდება ეს ცვლილება, ნახავს ამის მომგებიანობას. ათენასთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჯილდოს თემა, ანუ აი დაინახოს რაში სჭირდება და ძალიან მნიშვნელოვანია მასშტაბი.
აი ვთქვათ ინტერესი მასშტაბური უნდა იყოს ყოველთვის, რომ დიდი ენერგია დახარჯოს. ამაში დაიხმარს ამორძალს, რომელიც არის ტაქტიკური არქეტიპი, ათენა უფრო არის სტრატეგიული არქეტიპი და ერთად იმუშავებენ და არაჩვეულებრივი რეზულტატი ექნებათ. რა თქმა უნდა, არ შეიძლება რომ აქ არ ვახსენოთ გრძნეული, რომელიც ასევე სწრაფი რეზულტატების არქეტიპი არის, მას უჭირს თანამიმდევრულობა, თუ ეს გადაწყვეტილება დროში გახანგრძლივებული არ არის, იდეალური არის გრძნეული. სწრაფად თუ ხდება. ხო. თუ დროში განხანგრძლივებულია, გრძნეული იღლება მანდ და უნდა უნდა დავიხმაროთ ცვლილება სწრაფად უნდა გადადგას ნაბიჯი, კი, ხო? ზუსტად. გრძნელს სულ უნდა ცვლილება. მაგრამ ალბათ გრძნელს ამორძალი ქალს, ანუ ამორძალი ჭირდება, რომ იყოს ყოველდღიურ რუტინაში დაგეგმოს, თორე მარტო ვერ კი, ისამს. ჯერჯერობით გრძნეული შეიცავს ამორძალს სამსახოვანი არქეტიპია. მის ერთ-ერთი ასპექტი არის ამორძალი, ამიტომ ბუნებრივ მდგომარეობაშიც შეიცავს, მაგრამ არის რომ მაგალითად ზოგი გრძნეულია, რომელსაც პრინცესას ასპექტია განვითარებული უფრო, ზოგი გრძნეულია, რომელსაც ამორძალის ασპექტია განვითარებული. ჩემი გრძნეული მაგალითად ამორძალის ასპექტში არის და განსხვავდება იმ გრძნეულისგან, რომელიც პრინცესას ასპექტშია. პრინცესას გრძნეული უფრო სუბუქია, უფრო ისეთი არის, აი მომხიბლავი, ფართო მასებისთვის, ჰაეროვანი და ესეთი. ჩემნაირი გრძნეულები ისეთები არიან, ან ძალიან უყვართ, ან ძალიან არ უყვართ. ვთქვათ ეს. ნაცნობით. მე რა თქმა უნდა ძალიან უყვარვარ. რა თქმა უნდა. ხო, ნუ იუმორის გრძნეულის ერთ-ერთი იარაღია. ასევე არ შეიძლება აქ ტრიქსტერი არ ვახსენოთ, თაკო, იმიტომ რომ თუ კი ვინმეს უყვარს კომფორტის ზონიდან გამოსვლა და საერთოდ ძველი ზნგრევა და ახლის შენება, ეს არის ტრიქსტერი, მაგრამ ტრიქსტერი ძალიან ფორს-მაჟორული სცენარით აკეთებს ამას, ეს არის რევოლუციონერი, რომელიც აუცილებლად მოაშთობს ყველაფერს ძველს და რაც არ იყოს იცდება ახლის აშენებას, ყოველთვის ეს არ გამოსდის, თუ მას არ აქვს ზევსის ან ჰერას ასპექტი, მაგრამ დანგრევა კარგად გამოსდით. კარგად გამოსდით. ნუ მე შეიძლება სხვა მააშენოს. ხო, მე შეიძლება სხვა მააშენოს, კი. ხო, ეხლა მაინტერესებს ესეთი საკითხი. თვითონ აი ტვინი რო აგვიხსნა, როგორ მუშაობს, თქვათ, რო შემოდის, თქვათ ეს რაღაც სურვილი, ცვლილების და ტრანსფორმაციის, რატომ მიდის ეს ჭოჭმანი და რატომ მიდის ეს წინააღმდეგობები. მოდი ვთქვათ ეხლა რა არის პიროვნული განვითარება და პიროვნული ცვლილებები. პიროვნული ცვლილება ვერ იქნება რაღაცა სიტყვის მიერი და უბრალოდ ცნება, ან უბრალოდ სურვილი, ის უნდა იყოს ტვინის დონეზე განცდილი ცვლილება. ანუ რეალურად ტვინმა უნდა განიცადოს ცვლილება. ეხლა რა არის ტვინის ცვლილება? არის, ვთქვათ, ბიოქიმია, ხო? უნდა ჰორმონალური კოქტეილების გამოყოფა, მიდიოდეს რაღაცა სახით, უნდა ახალი ნეირონული ქსელები შეიქმნას და ეს ორი საკითხი ერთმანეთთან არის ჰარმონიაში, სხვანაირად ცვლილება ვერანაირად ვერ იქნება. ანუ აქ არის ჩართული მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფერო, თუ რომელიღაცა ნახევარსფერო ვთქვათ, რაღაცა მიზეზის გამო ვერ მუშაობს ცვლილებაზე, მაშინ ცვლილება ვერ მოხდება. მოდი ახლა ვთქვათ ესეთი რამ. არის ძალიან ცნობილი, ჩვენც ვაკეთებთ ამას, მეთოდი ფსიქოლოგიაში, რომელსაც ქვია REM decoding-ს ეძახიან, EMDR-საც ეძახიან, ეს არის rapid eye movement decoding-ი. ანუ გინახავთ ალბათ, რომ ადამიანი განსაკუთრებით ბავშვებში ჩანს, როდესაც ძინავს და თვალის კაკლები რო აქეთ-იქით დაურბით. ან ჩვენც გვაქვს ეს REM-ის ფაზა გვაქვს რამდენჯერმე. ხმაძილის, ხო? ხო, ეს არის 90 წუთში ერთხელ ადამიანი ამ ფაზაში შედის, REM-ის ფაზაში, როდესაც ხდება იმ დღეს მიღებული ინფორმაციის პროცესირება, დამუშავება. ეხლა მაგალითად რო ავიღოთ PTSD, ანუ პოსტტრაუმული სტრესული აშლილობა, რა მოხდა? ადამიანმა განიცადა დიდი სტრესი, იმხელა იყო ეს ინფორმაცია, იმხელა იყო მტკივნეულობა ამისი, რომ ტვინმა ვერ დაამუშავა და ის ესეთ თქვათ ნედლად ემოციურ დონეზე დატოვა და შეიქმნა ესეთი შემზღუდავი ან ნეგატიური ან ტრამბული, არ ვიცი ახლა ნებისმიერ სიტყვაში შეიძლება ვთქვათ, ნეირონული ქსელი, რომელშიც ეს ადამიანი დარჩა და მას განიცდის ყოველდღიურად, ანუ წარსული ხდება დღევანდელობა. მის განცდაში ეს ტრამვა არ დასრულდა. რეალურად წარსულში იმ ტრამვაში ცხოვრობს. აი ძალიან კლასიკური მაგალითი არის მაგალითად ომის ვეტერანების ამბავი, როდესაც დაბრუნდა ომიდან, მაგრამ მის ტვინში ჯერ კიდე ომია და მას შეუძლია რომ საახალწლო ისენი რო არის ფერვერკები გამოიტანოს და გამოხატოს ნახდა ყოფილა ესეთი კეისები ნამდვილად, ხო? რას ნიშნავს ეს, რომ ვერ დაპროცესირდა ეს მოვლენა.
ეს მეთოდი სხვათა შორის ძალიან ეფექტური მეთოდი არის ამ ტრამვებზე მუშაობის, არა მარტო ტრამვებზე, ზოგადად ესეთ ნეგატიურ ქსელებთან, ხო, ნეირონულ ქსელებთან გადაპროგრამირების, ანუ ვუბრუნდებით ამ ქსელს და გიდირებით, სპეციალური გიდირებით და თვალების აქეთ-იქით ტარებით, შეიძლება ხმით იყოს, შეიძლება ხელით იყოს, ხდება ამ ინფორმაციის გადაპროგრამირება, გარკვეულწილად გადამუშავება და თვალები იმიტომ დადის მარჯვნიდან და მარცხნიდან, რომ მარჯვენა ნახევარსფეროდან მარცხენა ნახევარსფეროს გადაეცემა და ისევ უკან. ანუ ეს ორი ნახევარსფერო უნდა იყოს ჩართული იმისათვის, რომ ინფორმაცია დამუშავდეს და შესაბამისად ცვლილება მივიღოთ. მარცხენა ნახევარსფეროზე თუ ვისაუბრებთ, რატომღაც მარჯვენა ხელს ვწევ ხოლმე მაგას. მარცხენა ნახევარსფეროზე თუ ვისაუბრებთ, ეს არის ვერბალური ცენტრი, სადაც არის ეგრეთ წოდებული ბროკას ზონა, სადაც ჩვენ გვჭირდება კონკრეტულად ვერბალიზირებული, იქნება ეს საკითხი, იქნება ეს პრობლემა, იქნება ეს ცვლილება, ну რაც არის, რასაც ვემუშავებ და შესაბამისად ანალიტიკა. ანუ ყველაფერი, რაც ვერბალურობასთან, გააზრებასთან, გაცნობიერებასთან არის. ამიტომ იწყება ცვლილება გაცნობიერებით და სახელის დარქმევით. რა ქვია ჩემ პრობლემას? რის შემდეგაც ეს პრობლემა უნდა გადაეცეს მარჯვენა ნახევარსფეროს, რომელიც არის უფრო ესე იგი ფაქტობრივი, ვთქვათ ესე, უფრო ხატებთან, სურათ ხატებთან მუშაობს, აი რასაც იმიჯი ქვია, ხო? წარმოსახვებთან მუშაობს, ამიტომ მაგალითად ჩვენ ტრენინგებზე ეს არის ვიზუალური მიმართული ვიზუალიზაციის ტექნიკები, ეს გიდირებული მედიტაციები, სხვათა შორის იქ არის ჩართული სპეციალური ხმები, თუ გახსოვს თაკო, მანდ იყო ისე, რომ ხანაქეთ გესმოდა ხანაქეთ. და რო გიყურებთ მაგ დროს, როცა პროცესირების ნაწილი იწყება, ყველას თვალები დაგერბით ხოლმე მაგ დროს, იმიტომ რომ ხანა გესმის ხანაკ და შესაბამისად აქტიურდება. ანუ იწყება ამ პრობლემის მოგვარების გადატანა, გადმოტანის საკითხი, ხო? ახლა ეს მეთოდები არის ესეთი იმისთვის, რომ ეს გავაკეთოთ. ანუ მარტივად რო თქვა, ტვინი არის ესეთი მოწყობილი. მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროები უნდა იყოს ჩართული, ორივე თავის ფუნქციას უნდა ასრულებდეს და მათ შორის ინფორმაციის სვლა უნდა იყოს მუდმივი და ეს პროცესი უნდა იყოს ესეთი ჰარმონიული, არ უნდა იჭედებოდეს სადღაც და შესაბამისად მაშინ ჩვენ უკვე გვაქვს ადაპტური ნეირონული ქსელები განვითარებული და ტრამვული ნეირონული ქსელები არის გადაპროგრამირებული ადაპტურ ნეირონულ ქსელებში. მარტივად რო ვთქვათ, ჩემი ტრამვული ვთქვათ გამოცდილება, უკვე ჩემი ტრამვა კი არ არის, ჩემი გამოცდილება, იმაში აღარ ხარ. ზუსტად, რომელსაც მე გამოვიყენებ ჩემ და სასიკეთოდ, მქონდა ეს გამოცდილება, ვიცი როგორ უნდა მოვიმოქმედო მსგავს სიტუაციაში და არ ვარ დარჩენილი იქ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე NLP საგზავნო ცენტრის სმარტ-ტივი ტექნიკა ძალიან კარგად მუშაობს, ესეც თვალებთან არის კავშირში, სად არის შენახული ეს ინფორმაცია. საუკეთესო ადგილი ეს არის მარცხენა ქვედა ნაწილი, თუ გახსოვს, ეგაც გქონდა ჩვენ მარცხენა ნაწილი, როდესაც ეს ინფორმაცია ჩაგვაქვს მარცხენა ნაწილში, ანუ და მომავლის გეგმებს მარჯვენა, ზემოთ და ვიზუალური არის ზედა და ქვედა არის ემოციური მაგალითად. ხო, ბევრი მიმართულება მუშაობს, ყველა მაგას ემუშავება. აი მაგალითად ნეიროგრაფიკა. აი ხა ბაქარი ჩვენი ერთ-ერთი ტრენერი აკეთებს ნეიროგრაფიკას და ისეთი შედეგებია, მანდაც იგივეა ნეიროგრაფიკა. ხო. მანდაც იგივეა. აი ზუსტად არის ახალი ნეირონული ქსელები ასოციაციებით და სხვათა შორის რაღაცა კონკრეტულზე რომ მუშაობ, იქ შეიძლება კონდეს ის ბლოკი და ფიზიკურად ვერ ხატავდე, ვერ ავლებ ხას და მე ამის გადალახვა არის მთელი. არის იქ რომ მაგალითად თუ გინდა რომ ხელი წაიღო მარჯვნივ, წაიღე საპირისპირო მხარეს. და ისეთი საოცრებები, ისეთი გაღიზიანება მოყვება თითქოს ხატვა, რა უნდა იყოს ეს და მახსოვს პირდაპირ ტვინში გრძნობ. პირდაპირ ზუსტად. კი. ო, ეგ არის, ანუ ახალი ნეირონული ქსელები არის ყველაფერი. და აი ახალ ნეირონული ქსელების გაბმას, ვთქვათ, რომ დაიმახსოვროს ეს ჩვენმა ტვინმა, აი რამდენი ხანი ჭირდება დაახლოებით, სულ მესმის, რომ 21 დღე, მე ამბობენ, რომ არ არის ახლა 21 დღე. და ნუ აი რაღაც გაურკვევლობა, აი დაახლოებით. გვაქვს ძირითადად ორი სტატისტიკა, პირველი ხო, ნუ მაგალითად კოუჩინგი ამბობს, რომ 21 უწყვეტი დღე უნდა იყოს. 3 კვირა. ხო. რეალურად. თუმცა უფრო კლასიკური მიმართულებები ფსიქოლოგიაში 90 დღეს ასახელებს, რომელიც ჩემი აზრითაც უფრო რეალისტური არის. იმისთვის, რომ დასტაბილურდეს რაღაცა ქცევა. მაგრამ რომ ჩაგებეჭდოს ალბათ ჩვევაში გადავიდეს. უკვე იყოს ისეთი, რომ ყარი იყოს. ეს კი ადამიანის ტვინი ძალიან გავს ობობის ქსელს.
და აი რომ შეხედოთ მაგალითად MRI-ის სურათი, ხო, ტვინის თუნდაც FMRI იქნება თუ MRI არის ესეთი მართლა ქსელივით არის რომ რაღაცა აქტიობები არის, ზოგან ძალიან მაღალი, ზოგან არც თუ ისეთი მაღალი. და არის კიდე რომ ზოგან ეს ქსელი არის ძალიან განიერი, ვთქვათ ესე და ძალიან მჭიდრო არის, ხო? ნიშნავს იმას, რომ წლები ადამიანი ამას აკეთებს. მაგალითად, წეველი ადამიანის ნეირონული ქსელი, რომელიც პასუხისმგებელია მოწევაზე, არის ძალიან ისეთი მყარი, ხო? იმისათვის, რომ ახალი ნეირონული ქსელი შეიქმნას, თავიდან ეს არის წვრილი გაბმული ესეთი მართლა ობობის ერთი ძაფი. ეხლა თქვენ წარმოგიდგენიათ რა რის წილ არის? ეს ამხელა არტერია წარმოიდგინეთ. ძველი ქცევების მთელი პატერნი ჩანაცვლდეს ამ ერთი პატარა სიფრიფანა ხაზით. შესაბამისად, ყოველ ჯერზე ეს არ უნდა გააქტიურდეს, უნდა გააქტიურდეს ეს. უნდა დაპატარავდეს ეს ნეირონული ქსელი, გაიზარდოს ეს. ეს არის როგორ გითხრათ, აი როგორც ახლა შენ პატარა ბავშვს ვერ ეტყვი რომ 5 თვის ბავშვმა იაროს, ანუ რაღაცა დრო ჭირდება, სხვანაირად ვერ იქნება. უბრალოდ და მოითხოვს შრომას და გადაწყვეტილებას და თანმიმდევრულობას, ენერგიას და ეგ არის, იმიტომ რომ შუაგზა შეიძლება გაწყდეს და ისევ ამის კვება დავიწყოთ აქეთ ამ. და როგორც თქვით, ენერგია ზოგავს. რა თქმა უნდა, მიდრეკილი ენერგიის დაზოგვისკენ. არსებობს ესეთი სამი ტვინის თეორია, რომელიც გულისხმობს იმას, რომ თავის ტვინი სამ ნაწილად არის დაყოფილი. ეს ერთი არის ნეოკორტექსი, რომელიც შუბლის ზონაში, ეს არის ანალიტიკური ტვინი, შუა ნაწილში არის ლიმბური, ანუ ემოციების ტვინი და უკან კისრის ზონაში არის რეპტილიური ტვინი, სადაც არის ჩვენი რეფლექსები, რეალური რეპტილიური უძველესი ტვინი. სადაც არის თანდაყოლილი ინფორმაციები ჩვენი ბიოლოგიური სახეობის შესახებ. ისეთი გლობალური და აქსიომატური ინფორმაციები, როგორც რომ მაგალითად ადამიანს არ შეუძლია ფრენა და ასე შემდეგ. ძალიან პირველადი ინფორმაცია. ძირითადად უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციებიც არის ჩადებული ამ ზონაში და ნუ გარდა მაგისა არის ამიგდალაში, სადაც 3F-ის პრინციპია, ესაც გახსოვთ თქვენ რო ახსენეთ. ეხლა რა არის ერთ-ერთი მთავარი ამბავი, რა ინფორმაციაც დევს ამ ჩვენ რეპტილიურ ტვინში? არის ის, რომ ადამიანი არის თემური წყობილების წევრი, ის ვერ ცხოვრობს მარტო, ვერ ცხოვრობდა ვერასდროს როგორც ბიოლოგიური სახეობა, იმიტომ რომ არ იყო ძალიან ძლიერი თავისი ბუნებრივი მონაცემით. მაგალითად, არ იყო ისეთი დიდი როგორც არის სპილო, არ იყო ისეთი სწრაფი როგორც არის ავაზა, მაგალითად, ვერ დაფრინავდა, ვერც ისე დაცურავდა როგორც თევზი, მაგალითად, ხო? და ასე შემდეგ, ხო? ანუ რაღაცა შუალედური რგოლი იყო და იყო დაუცველი. ამიტომ რაც უფრო მეტად დაუცველია ბიოლოგიური სახეობა, მით უფრო დიდ რაოდენობა მის მსგავს ბიოლოგიურ სახეობებში ცხოვრობს, რასაც ქვია ხროვა, ჯოგი და ასე შემდეგ. ადამიანის შემთხვევაში ეს იყო თემი. ასევე მეორე, რასთანაც არის კავშირი გამრავლების სისწრაფე. მაგალითად, თაგვები ძალიან სწრაფად მრავლდებიან და ბევრ ნაშიერს ყრიან, ამიტომ ბუნებრივია მათი გადარჩენა ამითი არის დაცული. ადამიანი მოწყვლადია იყო აქაც. ხანგრძლივი ორსულობა, ერთი ან ორი ბავშვი და ბავშვი დიდი ხანი დაუცველია. ანუ მოწყვლადია დიდი ხანი. ლეკვი თუ მაგალითად ორ კვირაში უკვე შეიძლება და სამ კვირაში დაფოფხავდეს და დადიოდეს, ბავშვი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არის დაუცველი და შესაბამისად სჭირდება დახმარება. ამიტომ ძალიან გამჯდარი არის ის, რომ ჩვენ უნდა კოლექტივში ვცხოვრობდეთ, სოციუმში ვცხოვრობდეთ და ამითი თავს დაცულად გრძნობდეთ. რა ხდება, როდესაც გამოვდივარ სცენაზე? პირველი აი რომ შევხედოთ როგორი მეფინგია ეგრეთ წოდებული, ხო? მე ერთი versus მრავალი. ძალიან ხშირად მე ვდგავარ ისინი სხედან და გიყურებენ შეფასების თვალებით, რა ძალიან რთულია. რა ძალიან ხო? ნუ თან ახლა ყველანი ჩვენ ბავშვობიდან ვართ, ყველას გამოვლილი გვაქვს დაფასთან დგომის სტრესი. ან მაგალითად მაკრიტიკებელი მშობლის ხმა არის ჩვენში, მაშინაც კი თუ შეიძლება ესეთი მშობელი არ გვყავდა, მაგრამ სოციუმის ხმა არის ეს გარკვეულწილად, ხო? და როდესაც გამოვდივარ, ვარდები ამ მოწყვლადი ბავშვის მდგომარეობაში, ვარდები იმ რეპტილიურ პირველად უსაფრთხოების ნორმებში და მერღვევა ეს ნორმა და მეშინია რომ არ გამაკრიტიკონ, მეშინია არ დამცინონ და ამით არ გამაგდონ თემიდან. იმიტომ თუ მე თემიდან გამაგდებენ, მაშინ მე დავიღუპები. მაშინ გამოქვაბულიდან გაგაგდებენ და ვეფხვი შეგჭამს. ვეფხვი შეგჭამს. მარტო ხარ, დაცული არ ახარ. ამიტომ ახლა შეიძლება პარადოქსია, მაგრამ ჩვენი რეპტილიური ტვინი ისევ ამას გვეუბნება
და ყოველთვის როდესაც ამ თემაზე ვმუშაობთ, აი ეხლაც ორგანიზაციებში, მაგალითად, რო გამოდის სცენაზე ადამიანი ვეუბნები, რომ შეხედე, თქვათ, მონაწილეებს, თუ დარბაზია, მაშინ არჩიე დარბაზში რამდენიმე ადამიანი, კარგად შეხედე. აი, უბრალოდ კი არ ის რომ შეხედავ და არ დაინახავ შიშისგან, არა. კარგად შეხედე ამ ადამიანს, მერე მეორე ადამიანს, მესამე ადამიანს და უბრალოდ შენთვის დასვის შეკითხვა. აქედან სავარაუდოდ რომელი გამაკრიტიკებს. არ აქვს მნიშვნელობა რა პასუხი იქნება. როგორც ეს არის პასუხი, რომ არც ერთი. ხანდახან არის რომ ალბათ ეს. ოკეი, თავარია დანახული იყოს საფრთხე. ხო. და ეს შეკითხვა იყოს დაცული. ვინ გამაგდებს გამოქვაბულიდან? ხო. და უკვე ნახე პრობლემა გაცნობიერებულია. მარცხენა ნახევარსფეროს უკვე მიეცა თავის გაუგებრობაში ტვინი აღარ არის. რასაც ჩვენ ვეძახით ჰაიჯეკინგი არ ხდება, ანუ გატაცება არ ხდება ტვინის. და თუ ჩვენ მივუშვით ეს პროცესი, ხო, პროცესი წამთლიანად არაცნობიერად, ჩავარდებით ძველ პატერნში, ისევ რეპტილიურ ტვინში, ისევ შფოთვა გამაგდებენ და პირდაპირ უდრის. მე ჩემი გამოსვლა შეიძლება დასრულდეს ჩემი სიკვდილით. ყველაფრის უკან მაინც სიკვდილი შიში დგას, ხო? რაც გვესმის, რომ ხა არანაირ კავშირში აღარ არის დღევანდელობასთან, მაგრამ რეპტილიურ ტვინს არ ესმის, რომ ხელოვნური ინტელექტის ხანაში ვცხოვრობთ. ის ისევ გამოქვაბულში. ძირითადად ჩემი გამოცდილებით, რაც იყო ამ ტრენინგებზე, არავინ არ გამაკრიტიკა, პირიქით მე იქ, ანუ ანონიმურად წერდნენ თავის აზრს და ძალიან არ მომწონდა ჩემი ხმა. და პირიქით ყველამ დაწერა, რომ რა კარგი ხმა აქვსო და მე მივხვდი, რომ ყველა მაქვს ეს რაღაც საკუთარი თავის მიუღებლობა და სხვათა შორის ეგ ტრენინგი ძალიან დამეხმარა. ბევრ რაღაცაში, რომ საკუთარი თავი მიიღება. ხმა 33% არ არის პატარა აღქმაში, ხო? 55%-ია სხეულის ენა, 33 ხმა და პარადოქსია, მაგრამ მხოლოდ 7-ია სიტყვები, ანუ შინაარსი ჩვენი გამოსვლის. ხმას, ეხლა მაგალითად შენ შემთხვევაში ეს არის უკვე სახასიათო ხმა, აქვს სპეციფიკა, თავის იდიოსინკრეტიკას ვეძახით ამას, რომელიც ახლა მაგალითად მომღერლებშიც რო აიღოთ, სახასიათო ხმის მომღერალი, ძალიან საინტერესოა. ხო, ნუ ეს ახლა ბავშვობას უკავშირდება ალბათ, იმიტომ რომ ალბათ ბევრჯერ გამიკეთეს კომენტარი, რომ რა ბოხი ხმა გაქვს და მორჩა, ჩარჩა ეს რაღაც ბავშვობის შეფასების ტრამვად და გადმოვიდა მე დიდობაში. დაბალი რეგისტრიდან დაიწყე ლაპარაკი. ანუ ფაქტობრივად შენ რო ბუნებრივი ხმა გაქვს, ჩვენ ვასწავლით იმას, რომ ქვემოდან დაიწყე, რომ კონდეს საშუალება მე მაღლა ახვიდე, ხო? მაგრამ არის ხმა, რომელიც ბუნებრივად არის, ესეთი მოცემულობა აქვს, მაგალითად შენ ასე რომ შეიფერე შენი ხმა. იამაყე. ხო, არა, თქვენი ტრენინგის მერე სხვათა შორის ბევრი რაღაც შევიფერე, ასე ვთქვათ. ია, თუ გვასწავლი რამე მეთოდს, როგორ გავააქტიუროთ ის არქეტიპი, რომელიც დაგვეხმარება ცვლილებაში. ნუ რა თქმა უნდა არქეტიპების ტრენინგებზე გვაქვს მთელი მეთოდოლოგია ეს როგორ კეთდება, იწყება ანალიტიკით, რომელი რა ტიპის ცვლილება გვინდა განვიცადოთ, შესაბამისად ვაძლევთ სახელდებას, ახლა არქეტიპი ხო უბრალოდ სახელდება არის ამ ცვლილების მოკლე, ვთქვათ ესე, ხო? და ამ არქეტიპის დახასიათების უკან არის მთელი სტრატეგია ქმედების, შეგრძნებების და ფიქრების, ვთქვათ, ხო? უნდა გავიაროთ რა ტიპის ცვლილება გვინდა, რომელი არქეტიპია ეს. მერე გადაეცემა ეს ყველაფერი უკვე მარჯვენა ნახევარსფეროს, უნდა მოხდეს ვიზუალური ხატის შექმნა. ეს შეიძლება იყოს მე, ანუ ჩემი ვერსია ამ თვისებით, როგორი ვიქნებოდი. და ხანდახან არის რომ ფიზიკურადაც სხვანაირად ხედავს საკუთარ თავს ადამიანი, მაგალითად უფრო დიდს, ან უფრო ნას, ან უფრო პირიქით რაღაცა როგორც ესე არის თვითდაჯერების პარამეტრი მოდის ხოლმე და ეს ცვლის ძალიან ბევრ ამას. ხანდახან არის ხოლმე რომ ვიღაცა კონკრეტული ადამიანის ხატია, ხანდახან არის უბრალოდ მოტანილი ხატი, ანუ რასაც ზუსტად ვეძახით არქეტიპულ ხატს უკვე. ანუ შესაბამისად მე უნდა მარჯვენა ნახევარსფერო კარგად მუშაობს კონკრეტულ სურათ ხატთან. ამიტომ ტრენინგებზე ვქმნით სპეციალური ტექნიკა არის ესეთ ხატს, რომელ ხატსაც მე ტვინი ემუშავება. საუკეთესო ვერსია არის ესეთი სავარჯიშო რო წარმოიდგინოთ. ფსიქოდრამის მთელი არსი ამაზე დგას, რომ მე რომ ეს ქალი ვიყო, ან ეს კაცი გაჩნია ხო რა არქეტიპია და ვინ მუშაობს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში როგორ მოვიქცეოდი, მოდი მე ვითამაშებ გარკვეულწილად, თორემ აი ვითამაშებ, უნდა გავიგოთ ახლა რა არის. ხო, ეს არის საინტერესო. რომ მართლა თამაში არ გაგონოს, ხო. ვცდი
როგორი რეაქციები შეიძლება გქონდეს ასეთ ქალს, ან ასეთ კაცს, რას უპასუხებდა ეს ქალი ან ეს კაცი ამ სიტუაციაში. რითიც ისევ და ისევ ხდება ჩვენ ძველი ნეირონული ქსელების დარღვევა და ახალი ადაპტური ნეირონული ქსელების შექმნა. ზუსტად იგივე არის ფსიქოდრამა თავიდან ბოლომდე. ანუ შენ გაქვს პრეისკურანტში ორი ქცევა, რაღაცა ტრიგერის დროს. მაგალითად, გეუბნებიან რაღაცას და იწყებ ყვირილს, ან იწყებ გაბუტვას. ხო. კი. ესეთი კლასიკა არის თქვათ რა. ამ დროს არსებობს ქცევების ათობით ვერსია, როგორი შეიძლება იყოს. და შენ თქვათ, ვინც არის ახლა ფასილიტაციას, ვინც აკეთებს, ის გეუბნება ალა რეჟისორი. რომ წარმოიდგინე, რომ შენ ხარ ქალი, რომელსაც ძალიან კარგად ესმის თავის პარტნიორი ახლა ამას რატო ამბობს და როგორ მოიქცეოდა ეს ქალი, აძლევს მახასიათებელს ამ ქალის, ხო? და შენ ცდილობ, რომ წარმოიდგინო, რას იტყოდა ეს ქალი, რა ტონალობით იტყოდა. შეიძლება ესეთ იგივე თქვა. შეხვიდე მის მდგომარეობაში თითქოს, ხო? მაგალითად რა. შეხვიდე მის მდგომარეობაში, უფრო სწორი იქნება, რომ მივხვდე მის мотиваციებს, ანუ რა ალაპარაკებს მას. ვიფიქრო, რომ არაფერი პირადული არ არის ამაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ვცადო ახალი ქცევები. ახალი შეგრძნებები, რომელიც ბაზირებული იქნება ახალ შეგრძნებებზე და ახალ ფიქრებზე. და ეს არის ფაქტობრივად ახალი არქეტიპის აქტივაცია. ასევე ძალიან კარგი არის, რომ ეს ხატი მუდმივად მქონდეს, აი თითქოს სულ ვემუშა, თითქოს სულ ჩემთან იყოს ეს ხატი. ანუ შესაძლებელია ესე ვქნათ, რომ თქვათ გვინდა რაღაც ცვლილება და გვინდა აი კონკრეტული, თქვათ თვისების შეძენა, რომ აი ამაზე ვიმუშაოთ კონკრეტულ ამ თვისებაზე ყოველდღიურად ჩვენ თავთან. ზუსტად. შეიძლება, კი, რა თქმა უნდა, ესე ხდება. ნებისმიერ შემთხვევაში ესე ხდება. უბრალოდ ტრენინგები ეს არის ხა ნაბიჯ მიუყვებით მეთოდოლოგია და ბევრად უფრო ადვილი არის. უბრალოდ მე ვამბობ აი მაყურებლისთვის, ვინც თქვა ტრენინგზე ვერ მოხვდა ან კი, უბრალოდ ამ წარმოდგენას ხატს, ამ შენი ცვლილების შესახებ ყოველ დღე ემუშავე. ეგ არის ფანტაზია კიდე. ჩვენი ოცნება. რატო არის ოცნებები ხდებოდა? ხო? და ოცნებები ხდება. ბავშვობაში ყველა ოცნებობდით. იმიტომ რომ ეს განვითარების ძალიან სწორია. ძალიან სწორია. სინამდვილეში შენ აკეთებ ახალი არქეტიპის აქტივაციას. და სხვადასხვა სიტუაციაში ათამაშებ მას. მაგალითად დაწოლისწინ საუკეთესო მდგომარეობა, თეთა-ტალღები, ძილღვიძილის სანამ დაიძინებ. ზუსტად. და იწყებ ოცნებას. ადამიანი ხო ამ დროს ოცნებას როგორც წესი რა. იწყებ ოცნებას, რომ აი ხა წარმოვიდგენ, რომ მე მივედი აქ, დამხვდა ეს, მითხრეს ეს, მე უპოს ასეთი ვარ, ასეთ შეგრძნება მაქვს. და სხეულებრივად თუ გრძნობ ამ სიახლეს. სავარაუდოდ ეს ისეც მოხდება, დაიწყო პროცესი. იმიტომ ჩვენ ვიცით, რომ ტვინი ვერ არჩევს წარმოსახოს რეალობისგან. ამიტომ იმან უკვე დაიწყო ამაზე მუშაობა. მე ერთ დღეს მოგცემს რეზულტატს და შენ ეძახი ამას, რომ ოცნება ახდა, თორე ტვინი მუშაობდა ეს ხანის. აი ჯო დისპენზას უსმენ ხოლმე ხშირად და კიდე ესეთი რჩევა არის, რომ დილით რო იღვიძებ, პირველი 3 წუთი სანამ გაგეღვიძება, ცნობიარი რო იწყებს ალბათ გონი ეს ჩართვას, ყველა ვარიანტში დააკვირდითო, მოდის წარსულის ფიქრები, ან რაღაც პრობლემა ჩაყვა, ან თქვათ მეორე დღეს აპირებ რაღაცის გაკეთებას და დასტრესილი ხარ და ანუ რეალურად ხარ იმ ტალღებში, რომელიც არის წარსულის პატერნი. და მნიშვნელოვანი ყოფილა, რომ დილაობით ის სურვილები, რაც გვაქვს, ვუთხრეთ ჩვენ საკუთარ თავს და ველაპარაკოთ, რომ ხარ, არ ვიცი, ჯანმრთელი, წარმატებული, ბედნიერი, ლამაზი, რაც გვინდა. კი, იმიტომ რომ დღე დაიწყო ამი, შენი ამ ვერსიით. კი. აი, მე ვამბობ ხოლმე, გაიღვიძე შენი ამ ვერსიით. დაიძინე შენი ამ ვერსიით, ორივე თეთა-ტალღებია ეგენი და იმიტომ ძილღვიძილის მდგომარეობა, როდესაც ცნობიერი ესეთ მინავლებულია ვამბობთ და აქტიური არის არაცნობიერი, მაგდროს ძილის მერე განსაკუთრებით, იმიტომ რომ სიზმრის ფაზებია, ინფორმაციის დამუშავების ფაზებია და ასე შემდეგ. ამიტომ გაიღვიძე შენი სასურველი ვერსიით და დაიძინე შენი სასურველი ვერსიით. და ამბობენ, რომ ეს ქვეცნობიერის გადაპროგრამება მაგდროს არის ყველაზე მარტივი. კი, ზუსტად ეგ არის. იცი რა, როგორ არის, ესე იგი, ფიქრებს აქვს თავისი ვიბრაციები, ხო? და ძალა, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. და მაგალითად, როდესაც ჩვენ ვართ სევდაში, ჩვენი ტვინი ვიბრირებს რაღაცა სიხშირეზე, ხო? როდესაც მაგალითად მადლიერებას აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სიყვარულს, ხო? ვიბრაციები და ასე შემდეგ. მიმღებლობა. რა თქმა უნდა. ამიტომ თეთა-ტალღები ესაც ვიბრაცია არის, რომელი ვიბრაციაც არის საუკეთესო
სიახლეების დასანერგად, იმიტომ რომ არ ეწინააღმდეგება ამას ძველი პატერნები. იმ ხელა წინააღმდეგობა არ არის. ძილღვიძილი, იმიტომ რომ არც გძინავს ჯერ ბოლომდე და ღვიძილიც არ არის და ამიტომ აი ეს წინააღმდეგობა სიახლესთან ისეთი არ არის. მეორე საუკეთესო ტალღა, რომელიც ახლა ჩვენ მაგალითად ორივეს ვიყენებთ ჩვენ მედიტაციებში და ადევს ორივე ვიბრაცია, არის ალფა ტალღა, პოზიტიური ფიქრის ტალღა, ოპტიმისტური ფიქრის ტალღა. როცა მე მჯერა რომ ყველა ჩემი ოცნება ასრულდება, რაც მნიშვნელოვანია ისედაც ჩვენ ცხოვრებაში. ცვლილება ვთქვათ, როცა გინდა და გეწინააღმდეგება საკუთარი თავი, მიხვდე რომ ეს ყველას ესე აქვს, ეს ნორმალური ტვინის ფუნქცია, რომ დაგიცვას და არ მიაქციოთ ყურადღება და მაინც გადადგით ნაბიჯი. ეს ნორმა, ყველა იგივეს განიცდის. უნდა გესმოდეთ, რომ შენი პრობლემა არ არის. ესეა მოწყობილი ტვინი. როგორც კი მიხვდები, რომ ეს ნორმაა. აი მაგალითისათვის, შენ გაქვს სიცხე 40 და გაკანკალებს, რა თქმა უნდა არ მოგწონს, მაგრამ ეს ნორმალურია. და რო იცოდე, რომ 40 სიცხის დროს თქვა კანკალი უკვე რაღაც სიკვდილის ტოლფასია, რა თქმა უნდა ჩავარდები პანიკაში. ანუ უბრალოდ არ იცოდე, რომ ახასიათებს კანკალი. უბრალოდ შიშით მოკვდები მაგ დროს. გეგონება რომ მარტო შენ დაგემართა რაღაცა ახლა საშინელება. თუ გესმის რომ ეს ნორმაა, დისკომფორტი სხვა რამ არის, ნორმა სხვა რამ არის. შეიძლება რიგ შემთხვევაში ნორმა იყოს დისკომფორტიც. ვერ იქნება ადამიანი ყოველთვის კომფორტულ მდგომარეობაში, ხო? და ნუ ხო ალბათ ესე რაღაც ძალიან განსხვავებულობაც აშინებს ადამიანს, ხო? ამიტომ ვეძებთ როგორც ახსენე თავიდან ჩვენნაირებს. ზუსტად. ხო? მიკუთვნებულობა სოციალურად. მაგრამ აი მაინც ინდივიდუალურ გზაზე უკვე როცა წყვეთ შენ ცვლილებებს, ნუ მაგასაც უნდა შეელიო, რომ შეიძლება ძველი მეგობრები აღარ იყვნენ შენი მეგობრები. ბედნიერებაა, როცა ისეთი მეგობრები ყავს, ვინც ვითარდება და მოდის შენთან ერთად. იშვიათია, მაგრამ ხდება. რა თქმა უნდა ხდება. კი, და ხანდახან არის, რომ შეიძლება პარტნიორი, ვთქვათ, გაკავებდეს, ხო? უკან ხევდეს, ძალიან ხშირია, ვთქვათ და აი ასევე ერთ-ერთი შეზღუდვა ცვლილებაზე არის ის, რომ ჩემი ძველი ვერსია ვამბობთ, რომ შეჭიდულია ჩემი იდენტობასთან. ანუ იმდენად ავარ შეხორცებული ამასთან, რომ ფაქტობრივად ეს თავიდან დაბადება არის და მტკივნეული პროცესია. ყველა ვარიანტი თავიდან დაბადება. კი, და ვერ ველევი ჩემ ძველ იდენტობას რეალურად. ხო, ახლა წარმოგიდგენთ მე რომ ვთქვათ 52 წლის ასაკში უცებ მივიღო გადაწყვეტილება, რომ ია ბერსენაძე კი არ ვარ, თაკო ბასილია ვარ, ხო? გადაწყვეტილება თაკო რო იყო, მაგრამ ადამიანისთვის ხო საკუთარ იდენტობასთან გამიჯვნა ტრამვულია ახლა რა. რა თქმა უნდა. აი რატომ არის რომ გაშვილებული ბავშვები როცა იგებენ აი მხლა ის რო აქვთ ხო შეიძლება ამოყირავდეს თლიანად რატომ იმიტომ რომ იდენტობა უნდა შეიცვალოს ადამიანმა მაგალითად 30 წლის ასაკში როგორია ძალიან რთულია ძალიან თორე რა პრობლემა რა მათ არანაირი პრობლემა არ აქვთ გამზრდელ მშობლებთან რა თქმა უნდა პირიქით უყვართ მაგრამ ეს რაღაც შოკია და ნუ ისევ რომ მივდივართ ამ ნეირონულ გაბმულ ჩვენ ამდენი ხნის სელებთან ია ვუთხრათ მაყურებელს თქვათ ერთი ცვლილების ფორმულა ცვლილების ფორმულა პირველი დაუცლებელი არის ის რომ ცვლილება არის გარდაუვალი რანაირადაც ამას არ უნდა ვეწინააღმდეგებოდეთ ადამიანის ცხოვრება არ არის ლინეური ადამიანის ცხოვრება არის ციკლური ერთი ციკლი დამთავრდება მეორე დაიწყება რაც იმას ნიშნავს რომ მუდმივად ცვლილებებში უნდა ვიყოთ ამიტომ რეზისტენტულობა ცვლილების მიმართ არის უბრალოდ წამგებიანი სტრატეგია მეორე რომ უნდა როცა მივიღებთ გადაწყვეტილებას უნდა ვიყოთ თანამიმდევრულები არ უნდა ვიჩქაროთ უნდა მესმოდეს რა მინდა და როცა მივალ მაშინ მივალ. არანაირი პრობლემა არ არის. ცხოვრება ჩვენ ხელთ არის, ძალიან ხშირად მithქვამს, რომ ნუ თუ 10 წელი გავიდა, ხო? და არაფერი ეს 10 წელი ისე გავიდა თითქოს არ ყოფილა და ხშირად ვთქვამთ, რომ რა დროის ჩემი პროფესიის შეცვლა უკვე 32 წლის მაგრამ მე მგონი შეიცვალა უკვე, ხო, საბედნიეროდ. ხო, იცი, არასდროს არ არის ცვლილებისთვის არაჩვეულებრივი გამონათქვამი ამასთან დაკავშირებით. არასდროს არ არის ადრე და არასდროს არ არის გვიან ბედნიერებისთვის იგივე შემიძლია ვთქვა. ბედნიერება თან არის გადაწყვეტილება. ზუსტად. არასდროს არ არის ადრე და არასდროს არ არის გვიან ცვლილებისთვის, ასე რომ ცვლილებებს გისურვებთ ყველას. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო საუბარი იყო და ძალიან ვისიამოვნე. მადლობა თაკო მიხარია რომ ამ ამპლუაში გხედავ ორმაგაც ასიამოვნე. და ძალიან მიყვარხარ. მეც.